ჩვენი სტუმარი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკვე სტუდიაშია საღამომშვიდობისა. თეონანიკა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის გადაცემაში. ბატონო მამუკა, ჭარბვალიანობა ეს იყო პერსონალურად თქვენი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა და ეხლა უკვე თქვენს მთავრობას აბრალებენ, რომ ამ ინიციატივით, ასე ვთქვათ, ჩავსიებთან დაკავშირებული ინიციატივით თქვენ შეეცადეთ ამომრჩევლის გულის მოგებას. რატომ გააკეთეთ ეს ახლა? როდესაც სინამდვილეში პრობლემა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის დროს, ხოლო ოცნებაც ხელისუფლებაშია უკვე ბოლო 6 წელია. მე მგონი თქვენი სიუჟეტიდანაც კარგად ჩანდა, რომ ჩვენ ამაზე საუბარი და მუშაობა დავიწყეთ გაცილებით ადრე და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ საქმე გვაქვს მართლა ძალიან რთულ პრობლემასთან. ჩემი შეხედულებით საქართველოს ყავს ორი მტერი. ეს არის რუსული ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე. ხო, სიღარიბის გამოწვევი თავარი წყარო სამწუხაროდ გახდა ჭარბვალიანობა და შესაბამისად, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ჭარბვალიანობის აღმოფხვაზე საუბარი, ეს გახდა საკმაოდ კომპლექსური პრობლემა. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ საუბრობთ 600,000 ადამიანზე მეტ ციფრზე, ეს არის სრულად მიუღებელი, რაც ხდება, ეს არის სერიოზული ბორკილი, მე ვიტყოდი ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის. თუმცა სანამ უშუალოდ პასუხზე გადავალ, მე დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინე ბევრი არასერიოზული შეფასება ამ საკითხზე და მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ახალ 2019 წელს 600,000-ზე მეტი ოჯახი შეხვდება ამ ტვირთის გარეშე. და ძალიან კარგი ამბავია ის, რომ ეს ციფრი დღე იზრდება, ვინაიდან უფრო და უფრო მეტი ფინანსური ინსტიტუტი ჩაერთო ამ ინიციატივაში და დარწმუნებული ვარ, 15 დეკემბრამდე კიდევ უფრო გაიზრდება ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა. ახლა რაც შეეხება თვითონ ამ პრობლემის არსს. მე წამოვიღე დღეს რამდენიმე საბუთი, რომელიც მინდა ვაჩვენო ჩვენს მოქალაქეებს და ძალიან ხშირად ისმის კითხვა თუ საიდან დაიწყო ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში. ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში დაიწყო სრულიად უპასუხისმგებლო ბრძანებით, ეს არის 2007 წელს ხელმოწერილი ბრძანება მაშინდელი პრეზიდენტის მიერ 29 ივნის, რომლის მიხედვითაც მოხდა ეგრეთ წოდებული ზედაზღვარის მოხსნა სესხის პროცენტზე და ამავე დროს ზღვარის მოხსნა ჯარიმებზე და საურავებს. თქვენ იცით, თუ რამდენი სამწუხარო შემთხვევა იყო საქართველოში, როდესაც ხშირად ადამიანებს არა თუ ძირი თანხის, არამედ ძირ თანხაზე ორჯერ და სამჯერ მეტი ჯარიმის გადახდა უწევდათ. ეს გახდათ სასტარტო წერტილი, რომელმაც შექმნა ჭარბვალიანობა, რა თქმა უნდა, ამას დაემატა სხვა ფაქტორებიც, ჩვენ მათ მოიხსენიებთ როგორც არასამართლიან დაკრედიტების სისტემას, არასამართლიან თამაშის წესებს, რამაც საბოლოო ჯამში შექმნა ეს ძალიან მძიმე სურათი, რომელიც მინდა გითხრათ, რომ არა უარყოფითად აისახა არა მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებაზე ჩვენი ქვეყნის, არამედ სოციალურ განვითარებაზეც. ფაქტობრივად ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დარჩა ფაქტიურად არალეგალურ ეკონომიკაში. ჩვენთან გასყავს ისეთი ნაცნობები, რომელიც ხშირად დამსაქმებლებს თხოვენ, რომ არ ჩაურიცხონ ფული პირად ბარათზე, მიიღონ ნაღდი ფულის სახით და ეს არის უზარმაზარი ბარიერი ჩვენი ეკონომიკისთვის. შესაბამისად, ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს ამ ინიციატივის შემდეგ, რომ ჩვენ შევძლებთ მართლაც საქართველოში მივახციოთ ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც აისახება თითოეულ მოქალაქეზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ იცით, რომ ჩვენ ზაფხულში მნიშვნელოვნად დავაკორექტირეთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა UNICEF-ის ცნობილი კვლევის შემდეგ და რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით ამ პრობლემასთან საბრძოლოდ. ესე იგი, მე მახსენდება, მაშინ როცა თქვენ, ესე იგი, პირველად
განაცხადეთ ამის შესახებ და ძალიან კაცად გააკრიტიკეთ საბანკო სფერო, უწოდეთ მათ ეს თქვა მუხრუჭები ჩვენი ეკონომიკური განვითარების, მაშინ ხალხი ამბობდა რომ ეს მართლა გაუგონარი სიტყვები იყო, ყველა ფიქრობდა ამაზე, მაგრამ ხმამაღლა ამაზე ვერავინ ლაპარაკობდა, მით უმეტეს ხელისუფლების თანამდებობის პირები, ეს იყო ძალიან კეთილშობილური, მაგრამ დონ კიხოტის ბრძოლა, ასე თქვა, რაღაც აი ამ მონსტრებთან, რომელიც ეგ ყველას ეკონო რომ განწირულია ძირშივე. ამის შემდეგ მომენტალურად ესე იგი მოხდა რაღაცნაირად გადახარშვა ამისი ნაციონალური მოძრაობის მიერ და დღეს ყველაფერი დამთავრდა, ჩაიარა ეს მონსტრები მართლა სერიოზული ასე თქვა დარტყმა მიიღეს და ამ 600,000 ადამიანის ამით ხო საერთოდ ასე თქვა გამოჩნდა ის რომ ხელისუფლება მართლა აპირებს რეალური ნაბიჯების გადადგმას და თქვენმა ოპონენტებმა ეს აიტაცეს და პრაქტიკულად თავიანთი გზავნილების დღის წესრიგში მთავარ გზავნილებად ასე ვთქვათ იყენებენ დღემდე ბრძოლას ბანკებთან და ბანკები რომ უხრუჭებენ პირდაპირ იყენებენ ხანდახან პირდაპირ ციტირებენ როგორ და თქონა არასახელებენ პირველ წყაროს ხო არა გაქვთ კიდე რამე ინიციატივები ამ მიმართულებით ნიკა პირველ რიგში ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავის სახელი ხო და მე ამ პრობლემას დავარქვი თავის სახელი გაზაფხულზე და უნდა დავარქვათ ჩვენ თავის სახელი იმას, რასაც ჩვენ უყურებთ, ხო? ეს შოუ რაც ჩვენ ვიხილეთ. წინა დღეს ვიდრე მე ოფიციალურად გავაჟღერებდი ამ ინიციატივას, იყო ამისი ნათელი მაგალითი. ეთყობა ინფორმაცია გქონდათ, თვითონაც კარგად ვერ გაიგეს. რა შინაარსის იყო ის და კვირას მიადგნენ ჩვენ ბანკებს, სადაც ყველა ოფისი დაკეტილია და მოაწყვეს ის აქცია და შოუ. მაგრამ მე ვიტყოდი რომ ეს ჯდება იმ ლოგიკაში და იმ პროპაგანდისტულ ტექნოლოგიებში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ხო, ანუ სამწუხაროდ ჩვენ ამ არჩევნებზე უკვე ნათლად ვიხილეთ რუსული რბილი ძალის პროპაგანდისტული მექანიზმები, ხო? რომლის თავარი ტექნოლოგია რა გახლავთ? გახლავთ ძალიან მარტივი ამბავი, რომ მოწინააღმდეგოს დააბრალო ის, რაც შენ ჩაიდინე. ერთის ხრი რა თქმა უნდა ეს საკითხი იცოდნენ რომ შეიძლება ყოფილიყო ელექტორალურად პოპულარული, მაგრამ ამავე დროს ის პრობლემა, რომელიც თვითონ შექმნეს, ხო, შეეცადნენ რომ ჩვენთვის გადმოებრალებინათ. და აქ სხვაობა ძალიან მარტივია, ხო, მათ უნდათ გრევა, ჩვენ გვინდა შენება, ხო? ჩვენ გვინდა ისეთი ეკონომიკური სისტემის მიღება, სადაც იქნება სამართლიანი თამაშის წესები, სადაც იქნება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომელიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ როდესაც ეკონომიკას განავითარებთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი რეფორმებით, არ მოხდეს ისე, რომ ამ განვითარების კალაპოტიდან გვერდზე დარჩეს რომელიმე საზოგადოების ჯგუფი, ან თუნდაც ერთი მოქალაქე. ეს არის ჩვენი მიზანი, ხო? მათი მიზანი ამ შემთხვევაში გახდათ ძალიან იაფფასიანი პოპულიზმი, რომელიც სამწუხაროდ აისახა კიდევ ბევრ სხვა ეგრეთ წოდებულ მათ ინიციატივაში, რომელიც სრულიად მოწყვეტილია რეალობას და არ შემიძლია არ შევეხო ამ ეგრეთ წოდებულ 400 ლარიანი პენსიის თემას, არ ვიცი ამაზე უტიფარი ტყუილი, არ ვიცი მე პირადად არც მომისმენია ციფრებში გამოსახული. რა თქმა უნდა, ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ატყუებენ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს, ყველაზე დასაფასებელ საზოგადოებას. ციფრებში ეს რას ნიშნავს? ხო, ეს ნიშნავს, რომ საუბრობენ დამატებით დაახლოებით 2 მილიარდ ლარზე, რომელიც არის ესე იგი შედგება ისეთი კომპონენტებისგან, აი ხა რომ დავაჯამოთ ერთად, ესეც კი არ ეყოფა. ანუ მთელი ჩვენი პოლიციის ხელფასი, ყველა პოლიციელის ხელფასი, ყველა ექიმის ხელფასი, ყველა ჯარისკაცის ხელფასი, ყველა სამთავრობო უწყება რო ავიღოთ, ყველა ადგილობრივი თვითმმართველობა. და ყველა სიპი, აი ეს რო გავაერთიანოთ, ეს და გავაუქმოთ, ანუ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი რო გავაუქმოთ, ამ შემთხვევაშიც კი ჩვენ ასე ვთქვათ, ამ ციფრს ვერ მივიღებთ. აი, ამ დონის და ამ მასშტაბის ტყუილთან გვაქვს საქმე, ასე რომ ეს საკითხიც ამასთან, ასე ვთქვათ, პრინციპში მოსატანიც კი არ არის. ბატონო მამუკა, ამ დღეებში გავრცელდა ცნობა, რომ მსხვილი სახელმწიფო კომპანიების გასხვისება იგეგმება თითქოს. გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ეს ხმები ნაწილობრივ უარყო. იგეგმება თუ არა საქართველოს რკინიგზის გასხვისება, მოკლედ რომ გითხოთ. ეს არის კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ეგრეთ წოდებული fake news-ი, სამწუხაროდ მიმდინარე არჩევნები გამოირჩა ამითაც, რომ ჩვენ მივიღეთ ეს უზარმაზარი ტალღა
დეზინფორმაციის და ეგრეთ წოდებული fake news-ების, სამწუხაროდ ეს ისეთი ტრენდია მსოფლიოში, რომ მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, მაგრამ ამ მასშტაბის მე ნაკლებად წარმომედგენია, რომ სადმე იყოს. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება, თუმცა მე მინდა პრეისტორიას დაუთმო. 2 წუთი რატომ არიან ისინი ზოგადად ასე აგრესიულად საქართველოს რკინიგზის მიმართ და მათ შორის პერსონალურად ჩემს მიმართ ვინაიდან იცით რომ მე 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდი საქართველოს რკინიგზას და მიზეზი ძალიან მარტივია. ამ სფეროში ვინც იყო ჩახედული ამ ეს თემა ყველამ კარგად იცის და ეს გახდა მიზეზი სწორედ რომ მათ ჰქონდათ განსაკუთრებით ასე პერსონალური აგრესია ჩემს მიმართ. ეს არის საბუთები ოფშორული ორგანიზაციის, რომელიც დამფუძნებელი გახდათ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც მართავდა რომლის მფლობელობაში იყო, რა თქმა უნდა, რომლის მფლობელობაში იყო ყველაზე მსხვილი სარკინიგზო გადამზიდავი კომპანია. და 2013 წლიდან ეს კომპანია გახდა რკინიგზის შვილობილი კომპანია, შესაბამისად მისი შემოსავალი კონსოლიდირდება საქართველოს რკინიგზის შემოსავალში და ეს არის სახელმწიფო კომპანიის შემოსავალი. როდესაც საუბრობს ასეთი აგრესიული ტონით ჩვენი ოპონენტები, მათ განსაკუთრებით ეს თემა ტკივათ, ვინაიდან ბუნებრივია ამ თახის დიდი ნაწილი ხმარდებოდა, ასე ვთქვათ, მათ პარტიულ მიზნებს. მათ შემოსავალი იყო. რა თქმა უნდა, 2014-2015 წლებში ეს პერიოდია, როდესაც საქართველოს რკინიგზისთვის ყველაზე საუკეთესო წლები იყო ფინანსურად. ჩვენ ამას როგორ მივახციეთ? ძალიან მარტივად მივახციეთ, რომ შევძელით ასეთი შემოსავლების ასახვა საქართველოს რკინიგზის ბალანსზე. და რა თქმა უნდა, იქ გარშემილი ამავე დროს კომენტარი არ გავაკეთო, იქ რაღაც რომ რკინიგზა დაღუპეს და გაუბედურეს და ასე შემდეგ. ამ განცხადებას ვაკეთებდე. ესე იგი გუშინ წინ იყო ხო თუ არ ვსწრები იმავე დღეს საერთაშორისო კომპანიებმა მოუმატეს საქართველოს რკინიგზას თავის საკრედიტო რეიტინგი, რომლის ფასიანი ქაღალდები კოტირებს ლონდონის ბირჟაზე. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი რა ტიპის და რა მასშტაბის ტყუილებთან და დეზინფორმაციასთან გვაქვს საქმე სამწუხაროდ. ბატონო, ჭარბალიანობასთან დაკავშირებით მინდა რომ დავბრუნდეთ რა ესე იგი ხო გაქვთ კიდე რამე ინიციატივა, რამე პროექტი, რომელიც აი ამ მიმართულებით რაღაც ეფექტს მოგცემს. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენთვის სიღარიბის დაძლევა არის უმთავრესი ამოცანა. ჭარბალიანობა არის სიღარიბის ერთ-ერთი წყარო, თუმცა ჩვენ გვაქვს აქ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც, რომელიც ამავე დროს კავშირშია ჭარბალიანობასთან და ბუნებრივია ერთ-ერთი თემა გახდათ ის, რომ ჩვენ გვაქვს ინიციატივები თუ როგორ მოვახერხოთ ის, რომ ჩვენი მოსახლეობა თავისი შემოსავლების ასე დიდ ნაწილს არ იხდიდეს საკრედიტო პროდუქტებში და ეს ადვილად მიღწევადი ამოცანა არ გახლავთ, მაგრამ ჩვენ ძალიან პრინციპული ნაბიჯები გადავდოთ უკვე ამ მიმართულებით. იცით რომ ლარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვახორციელებთ. მაგრამ მეორე დიდი რეფორმა, რომელიც აუცილებლად იქნება წამყვანი ჩვენს რეფორმათა პაკეტში, ბუნებრივია ეს იქნება განათლების რეფორმა. საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ სწორედ ამ კუთხით უყურებთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, რომ განათლების სექტორი უნდა გახდეს დომინანტი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში, ისე რომ მას ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი თლიანში და პროდუქტში. ეს არის ძალიან კომპლექსური რეფორმა და ჩვენ იცით რომ პირველი ეტაპი დავაანონსეთ უკვე და როდესაც ჩვენ უკვე გვექნება სრული სტრატეგიის პრეზენტაცია, იქ უკვე ნიუანსებზე და დეტალებზე ვესაუბრებით საზოგადოებას, მაგრამ მთავარი ამოცანა იქნება სწორედ ის, რომ განათლების სექტორი გახდეს ყველაზე დიდი და დომინანტი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში. რომ ჩვენ შევქმნათ ადამიანური კაპიტალი საქართველოში და შესაბამისად საქართველო როგორც შედეგი შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში. ჩვენ გვაქვს გეგმა, სიღარიბე როგორ დავძლიოთ, მაგრამ ამავე დროს თავი არ უნდა მოვიტყუოთ. ჩვენ საქართველოს ვერ შევიყვანთ განვითარებულ ეკონომიკათა მქონე ქვეყანათა რიცხვში, თუ ჩვენ განათლების სექტორი იქნა იმ დონეზე, როგორც არის დღეს და იცით რომ 4-5%-ს არ აღემატება სამწუხაროდ ჩვენი ეკონომიკის. ამიტომ ეს იქნება ის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივახცევთ.
თუ მივახცევთ ამ ამოცანაზე თუ რაღაც წარმატება გვექნება ამას მივხვდებით ძალიან მარტივად ინდიკატორია რა რაშიც ვარ წარმატებულები იმას ურტყავს ნაციონალური მოძრაობა თუ ნაციონალური მოძრაობამ დაარტყა განათლების სექტორს ესე იგი ყველაფერი კარგად მიდის რა ისე რა გამოდის ბატონო ამუკა რომ პრაქტიკულად სამიზნე ხდება ის დარგები თქვენ ახსენეთ რბილი ძალა აბსოლუტურად გეთანხმებით ეს იგი ზუსტად ძირის გამოთხრა ხდება იმ დარგების მიმართ აი ძალიან ტარგეტირებულად რომელშიც რაღაცა წარმატება გვაქვს ხო ასე ეს არის სამწუხაროდ ის ხელწერა რასაც ჩვენ ვაკვირდებით და ერთ-ერთ წინა მთავრობის ხდომაზე მე ზედმეტად ემოციურად მომიწია რეაგაციის მიცემა და მინდა ბოდიშის მოუხადო საზოგადოებას ამაზე მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით რომ რუსული რბილი ძალა ამ პროპაგანდაში რომელსაც ახორციელებს საქართველოში ცდილობს ამ პროპაგანდის სხვადასხვა კომპონენტებით ფაქტიურად შეაფერხოს ის პროექტები რომელიც ემსახურება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და სხვადასხვა ტიპის დეзинფორმაციით ეგრეთ წოდებული fake news-ებით შექმნას ასეთი ასე ვთქვათ ილუზია ხო და ამისი მაგალითი გახდათ ის დეзинფორმაცია ჯაველინებზე რომ თითქოს საქართველოს მთავრობა გეგმავს რუსეთს მიყიდოს სამხედრო სისტემა ჯაველინი. ამაზე დიდი ტყუილის მოფიქრება ხო ალბათ თეორიაში შეუძლებელია, მაგრამ სამწუხაროდ მე არ ვიცი ნებსით უნებლიეთ, მაგრამ ჩვენი ოპონენტები შემდეგ ამას ახმოვანებენ. ხო? და ეს არის სწორედ ეროვნული ინტერესებზე ძირის გამოთხრა. ამას სხვანაირად ვერ უწოდებ ხა მე ჩემ თავს არ მიცემ იმის უფლებას რომ სენსიტიურ თემებზე ვისაუბრო, მაგრამ ყველას კარგად მოგვიხსენება, რომ საქართველოს სწორედ 2 წლის უკან დაიწყო ესეთი ტიპის შეიარაღების მიღება, მანამდე ეს ვერ ხდებოდა და მე არ მინდა ამ დეტალებში შევიდე, მაგრამ საზოგადოებას კარგად მოიხსენება. ეს არის უზარმაზარი წარმატება ჩვენი ქართული სახელმწიფოსი, ხო? თუ რამე შეიძლება ღალატი უწოდო, ღალატი უნდა უწოდო ასეთ რაღაცას, ხო? შემდეგი თემა, რა თქმა უნდა, რომელზეც შეუძლებელია ემოციების გარეშე შეხედო, ეს არის ცდილობა, რომ ქართული ჯარი შემოიყვანონ ამ ბინძურ თამაშებში, ხო? რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის ხელისუფლებაში? საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები. და რა არის ეს ეროვნული ინტერესი? ხო, ეროვნული ინტერესი გახლავთ, რომ ჩვენ დავძლიოთ რუსული დეოკუპაცია და ეს მიზანი გადის წარმატებაზე, რომელიც ჩვენ უნდა მივაღწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე, ხო? და ბუნებრივია ამ შემთხვევაში ჩვენი რეფორმები სამხედრო სფეროში არის მთავარი, ხო? და როდესაც ახდენს ესა თუ ის პოლიტიკოსი თავის გამონათქვამებით, ხო? ცდილობას რომ ქართული ჯარი შემოიყვანოს ასეთ ბინძურ თამაშებში, ხო? ეს არის ყველაზე დიდი ზიანი, რაც კი შეუძლია მან ზოგადად ქართულ სახელმწიფოებრიობას მიაყენოს. და აქაც ძალიან საინტერესო ფაქტებთან და ქრონოლოგიასთან გვაქვს ხოლმე საქმე. როდესაც დაიწყეს ამ ეგრეთ დეзинფორმაციის აგორება საქართველოს ჩვენს ჯარში მიმდინარე საკითხებზე, მე მივიღე ერთი დღის შემდეგ წერილი, ეს არის ოქტომბრის ბოლოს მიღებული წერილი ამერიკის თავდაცვის მდივნისგან, თავდაცვის მინისტრისგან, გენერალი მატისისგან, რომელიც მადლობას უხდის საქართველოს გატარებული რეფორმებისთვის და მინდა გითხრათ, რომ ეს რეფორმები და ის კრიტერიუმები, რასაც ჩვენ მივახციეთ, ბევრი ნატოს წევრი ქვეყანას კი ვერ ასრულებს, ხო? და აგღა ისმის მარტივი კითხვა, ხო? რას უნდა დაუჯეროთ ჩვენ, ჩვენი თავარი სტრატეგიული პარტნიორის, თავდაცვის მინისტრის ასეთ მხარდაჭერის წერილს თუ იმას რომ ჩვენ ესეთ რაღაცას ვაკეთეთ ამ დეзинფორმაციას. ქართული ჯარი არის პოლიტიკის მიღმა. ეს არის ყველაზე ფასეული და ყველაზე წმინდა ინსტიტუტი ჩემი გადასახედიდან. შესაბამისად, როდესაც ნებისმიერ უპასუხისმგებლო ძალა ცდილობს რომ ეს შემოიყვანოს ამ ბიძურ კამპანიაში, ეს არის სრულიად მიუღებელი და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო.
ბატონო მამუკა, თქვენ ოცნების წარმომადგენლები ზოგადად ხშირად ლაპარაკობთ ხოლმე რაღაც ბევრად უფრო დიდ წარმატებაზე, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობამ მიაღწია თავის დროზე, ანუ მაჩვენებლებზეა ლაპარაკი. ამბობთ, რომ ბევრი მიმართულებით გაქვთ ბევრად უკეთესი მდგომარეობა. თუმცა იქვე აღნიშნავთ, ეხლა თქვენ მაგალითად მე გისმენდით პირველ არხზე, იქ დიდი ასე ვთქვათ ეთერი ქონდა და საკმაოდ დაწვრილებით ლაპარაკობდით, თქვენ ამბობდით, რომ თქვენი მიზანი არის ეს წარმატებები აისახოს უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაზე და პრინციპში ასე ვთქვათ ელექტორატიც მაშინ გრძნობს ამ სიკეთეებს, როდესაც ეს პირადად მას ეხება, ხომ? აი, ობიექტური საზომი რა არის თქვენი აზრით? ანუ როგორ უნდა გავზომოთ თქვენი წარმატება, როდესაც ეს ჯერ არ არის ასე პირდაპირ ასახული მოქალაქეებზე და ბევრი პრობლემაა ობიექტური. ეკონომიკური თვალსაზრისით ობიექტური საზომი გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ და ამ ქვეყანაში სიღარიბე ერთხელ სამუდამოდ უნდა დავამარცხოთ. ეს არის მთავარი კრიტერიუმი და ჩვენ ამ გზაზეც ბუნებრივია გვაქვს უკვე ხელშესახები ციფრები 10%-ით არის თითქმის სიღარიბე შემცირებული, მაგრამ მაინც ძალიან მტკივნეულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ჩვენი მოსახლეობის თითქმის 21% ცხოვრობს სიღარიბეში და ეს არის ძალიან მძიმე გამოწვევა. შესაბამისად, პირადად მე ასე ვაფასებ, ხო? მთავარი კრიტერიუმი უნდა გახლავთ ის, რომ რამდენად, ასე ვთქვათ, ჩვენ ვამცირებთ სიღარიბეს და როგორ ვამარცხებთ ეს სიტყვაც მინდა ვიხმარო, ეს სიტყვაც მინდა ვიხმარო ამ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას. მაგრამ ოდესაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ეჭვის ქვეშ დააყენონ ჩვენი სვლა, გეზი, ხედვა, კონკრეტული შედეგები, რაც ჩვენ გვაქვს რეფორმების ნაწილში, რა თქმა უნდა, აქ იმ პროპაგანდის ფონზე, რაც ისინი ახორციელებენ, ხო? აუცილებელია რომ ვიხელმძღვანელოთ რაღაცა ობიექტური კრიტერიუმი. რა უნდა იყოს ეს? რა უნდა იყოს ეს? ბუნებრივია ეს უნდა იყოს ის კრიტერიუმი, რითაც ხელმძღვანელობს მთელი განვითარებული მსოფლიო, ხო? საერთაშორისო რეიტინგები. რეიტინგები, რომელიც ეძნება ძალიან სოლიდური ინსტიტუტების კვლევებს. და აქაც იცით, ხო, საქართველოს აქვს უნიკალური შედეგები. ბოლო კვლევები, რაც სოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა, მე-6-ზე ვართ სოფლიოში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით და სოფლიოში მე-6 ადგილზე ვართ. ხო, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ხო? და კიდევ ესე ვთქვათ, ყოფნით იმისი ასე ვთქვათ, ტყუილის რესურსი, რო თქვა, რომ საქართველოში ასე ვთქვათ, ბიზნესი ვერ ვითარდება. ჩვენ ფინანსთა მინისტრად ყოფნის პერიოდში ყველაზე დიდი წარმატება, რაც ჩვენ გვქონდა ამ თვალსაზრისით იყო, როდესაც ჩვენ დაგვასახელეს მე-5 სახელმწიფოდ ბიუჯეტის ტრანსპარენტულობის თვალსაზრისით, როგორ გამჭვირვალედ იხარჯება ბიუჯეტიდან თანხები, ხო? ღია ბიუჯეტის ინდექსი ქვია ამას და ჩვენ ამ დროს გვესაუბრებიან, რომ ბიუჯეტის ხარჯები არ არის ტრანსპარენტული და გამჭვირვალე. რა თქმა უნდა, მე ვიქნებოდი ყველაზე ბედნიერი, რომ ბიზნესის ინდექსში ვიყოთ არა მე-6, არამედ თქვა 56 ადგილზე და სიღარიბეში გქონდეს უფრო სიღარიბის დაძლევაში გქონდეს მეტი პროგრესი. რატომ? იმიტომ რომ მე-6 ადგილზე რომ მიაღწიო, ხო, ამ რეფორმები ჩვენ ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ, მაგრამ სამწუხაროდ სიღარიბესთან ბრძოლა ეს გახლავთ უფრო კომპლექსური პრობლემა. სწორედ ამას ვამოფარვოთ ჩვენ, როდესაც საუბრობთ ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე, აუცილებელია რომ სოციალური პოლიტიკა იყოს ისეთი, რომ ჩვენ ამ განვითარების კალაპოტიდან კალაპოტს მიღმა არ დაგვრჩეს რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფი ან თუნდაც ერთი მოქალაქე და ნებისმიერი ქართული ოჯახი. ესე იგი, ონკოლოგიური შავი ხვრელის გარდა იყო კიდე ძალიან ასე ვთქვათ უცნაური და ჩემი აზრით ძალიან დამაზიანებელი განცხადება ნაციონალური მოძრაობის თორსა ვაშაძე ლაპარაკობდა ქართული სპორტის დაფინანსებაზე, ლაპარაკობდა ფეხბურთზე, ცნობილი ასე ვთქვათ მათი შეხედულებები თეატრთან დაკავშირებით, ანუ ისე ის რაც ყველაფერი რაც შეადგენს რაღაც არამატერიალურ ღირებულებებს, რაც ბოლოს ახდენს იდენტიფიცირებას ჩვენსას ქართველებად, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანი მარტო ეს კი არ არის, კიდე აი თქვენ ახსენეთ, ბატონო მამუკა, ესე იგი ორი ჩვენი მთავარი ინტერესი, ხო? ანუ უბრალოდ ჩვენი მთავარი ინტერესის რეალიზაციის ორი გზა, ნატოში ინტეგრაცია, ევროკავშირში ინტეგრაცია.
ნატოზე გავიგე, რაც ახლა თქვენ ლაპარაკეთ ევროკავშირზე. ესე იგი გახსოვთ თქვენ პირდაპირ დესანტი გადასხეს, როცა ლაპარაკი იყო, ასე ვთქვათ, ჩვენი ასოცირების ხელშეკრულების შეფასების დოკუმენტის, ასე ვთქვათ, შეფასების დოკუმენტის გამოქვეყნება სანამ მოხდებოდა, პირდაპირ ჩავიდა გრიგოლ ვაშაძეც იქ იყო, დათო ბაქრაძეც იქ იყო, თავიანთი არხებით, თავიანთი კონტაქტებით ცდილობდნენ რას? საბოლოო ჯამში რას? როგორც თქვენ თქვით, რა მნიშვნელობა თავრობაში ვინ არის? ცდილობდნენ იმას, რომ საქართველოს მიიღო უარყოფითი შეფასება. რაც მე აისახებოდა ვიზა ლიბერალიზაციის შერებაზე თუ ძალიან ბევრ ცუდ რაღაცაზე, რაც ბოლოს ისე ქვეყანას არ ტყავს რა. პრაქტიკულად ხო, ესე გამოდის, რომ ძირს უთხრიან იმას, რაც არის ჩვენი თავარი ინსტრუმენტები. ნიკა სრული პასუხისმგებლობით, რაც შემიძლია განაცხადო, ეს არის სწორედ ის, რომ საქართველოს ევროპის ურთიერთობა, საქართველოს ნატოს ურთიერთობა არადოს აყოფილა ამ სიმაღლეზე. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა არადოს ყოფილა ასეთი ღრმა და ყოვლის მომცველი. ეს არის მოცემულობა და ეს არის საქართველოს ეროვნულ ინტერესში. და იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვისაუბროთ, ხო, როგორ შევძლოთ ის, რომ სანამ საქართველოს გახდება, ვთქვათ, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, რომ ჩვენ დამატებითი რაღაც უპირატესობები მივიღოთ, ხო, ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე. სხვადასხვა მიმართულებით, როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი, ხო, ჩვენ ვხედავთ ამ სრულიად უპასუხისმგებლო ნაბიჯებს. შემდეგ ეს ყველაფერი ითარგმნება ისე დეзинფორმაციაში, მე სიტყვათა მარაგით შეიძლება არ მეყოს, რომ ეს ყველაფერი აღწერო, ხო? აი, ბოლო დღეების მაგალითი ავიღოთ. რამდენიმე დღის უკან, როდესაც ბრიუსელში იყო შეხვედრა ევროკავშირმა სპეციალურად საქართველოსთვის, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყნისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში. დიახ. კიდევ ხაზი მინდა გავუსვა, როგორც ყველაზე წარმატებულის. ხო? ერთადერთი საქართველოსთვის შექმნეს ეს ფორმატი. სადაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან, ევროკომისრებთან განვიხილოთ ყველა მიმართულებით, ყველა განზომილებაში რა რესურსი გვაქვს უფრო მეტი ინტეგრაციის. ეს არის უზარმაზარი წარმატება. ის რომ საქართველოს ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს, ეს ხო არ არის მხოლოდ ჩემი, თქვენი ან ჩვენი მშობლების თაობის ხედვა, ხო? ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, ხო? აქეთკენ მივისწრაფით, გვაქვს ასეთი პლატფორმა, და იმის მაგივრად რომ ჩვენ საუბრობდეთ ამაზე, როგორ ჩავიდეთ უფრო მომზადებულები, ხო? რომ კონკრეტული შედეგი დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენ ვიღებთ დეзинფორმაციას, რომ თურმე საქართველოს ამისა გამოაგდონ ევროპული სტრუქტურებიდან. ეს არის სწორედ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ციარული და სხვას ამას ვერაფერს დავარქვით, მაგრამ კიდევ ერთხელ მე მინდა დაუბრუნდე იმ სამწუხარო ფაქტს, რომ რბილი რუსული ძალა და მათი პროპაგანდისტული მექანიზმები გახდა უფრო ხილული ყველა მიმართულებით, ხო, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ცდილობენ ქართულ ოცნებას დააბრალონ ის თუ რა პრობლემების თვითონ დაგვახვედრენ ჩვენ და გადადიან ისეთ სფეროებში, სადაც წარმატება აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია რაც იყო, რომელიც მე რა თქმა უნდა გაუჭირდათ ეთყობა ამ თემის აწევა, გახდათ ის, რომ ვითომ ჩვენ პენიტენციურ სისტემებში, ვითომ თეატრულუკიანს ან მანამდე კახიშვილს რაღაც სპეციალური ოთახები ჰქონდათ, სადაც ადამიანებს აწამებდნენ. ხო? ან ის რომ 7 ნოემბერი ვითომ ბიძინა ივანიშვილმა მოაწყო და მსგავსი სისულელეები უკაცრავად ამ სიტყვის, მაგრამ ამას ხვალ ვერაფერს დაარქმევ. ჩვენი რეფორმა პენიტენციურ სისტემაში წელს გაეროს ხდომაზე აღიარეს ჩემპიონ რეფორმად. ესე დავარქვათ, ხო? ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ჩვენ გაეროში ამ ფორმატში თუ რამე ქონია წარმატება, ეს არის ყველაზე ხელშესახები. ის რეფორმა, რაც ჩვენ გავატარეთ, ის ჯოჯოხეთი, რაც ჩვენ ჩავიბარეთ 2012 წლის ბოლოს და ის შედეგი, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. ამიტომ ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან მარტივ მექანიზმებთან, რომლის გაშიფრაც საკმაოდ მარტივია, ეს არის საუკეთესო საბჭოთა ტრადიციების მქონე პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ცდილობს მთავრობას დააბრალოს ის და ასე ვთქვათ,
საზოგადოებას მიაწოდოს დეზინფორმაცია, რომ მთავრობა არის დამნაშავე იმაში, რაც თვითონ ჩაიდინეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მაგრამ სამწუხაროდ იქიდან გამომდინარე, რომ ამ დეზინფორმაციის ტალღა აღმოჩნდა ასეთი მასშტაბური, ხო, ამას პრინციპში ალბათ არავინ არ ელოდა. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა. ესეთი გამოწვევები აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ეს გახდა სამწუხაროდ რუსეთის მთავარი სტრატეგია თავის მეზობლებთან ურთიერთობაში და შესაბამისად ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ყველაფერი ვამხილოთ და საზოგადოებას კონდეს ობიექტური ინფორმაცია. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ბევრი გამოწვევები, ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემები, ჩვენ გვაქვს საკმაო ხარვეზები მმართველობით სისტემაში და იცით პარტიის თავმჯდომარის განცხადებები ამ საკითხზე, რომელიც იყო ბევრისთვის მტკივნეული, მინდა გითხრათ, მაგრამ ამავე დროს იყო ობიექტური. მაგრამ ამავე დროს ფაქტი გახლავთ ის, რომ მომავალ წელს საქართველოს ბიუჯეტი იქნება 13 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის თანხა, რომ ჩვენ, თქვათ, ერთ წელიწადში დავძლიოთ ყველა ის პრობლემა, რაზეც ჩვენ საუბრობთ, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი. ჩვენ შევქმნით ეს რესურსი და აუცილებელია, რომ ჩვენ შევძლოთ ხელისუფლების ყველა შტომა ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, რომ კონკრეტული სიკეთეები მივიტანოთ ჩვენს მოქალაქეებმა და ამ რესურსიდან გამომდინარე. და აქაც მინდა ასე ვთქვათ სრული პასუხისმგებლობით აღნიშნო, რომ ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, მმართველობითი სისტემა უნდა დააკმაყოფილოს, ეს ძალიან მაღალი სტანდარტი, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება საშემსრულებლო დისციპლინა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესება და რაც თავარია, საზოგადოებასთან კონტაქტი და მათგან უკავშირის მიღება. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ რატო გააქტიურდა მთავრობა, ასე ვთქვათ, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში. ჩემი შეხედულება ძალიან მარტივია, ხო, მთავრობა ამ რежიმში უნდა მუშაობდეს მუდამ. იქნება არჩევნები თუ არ იქნება და ბუნებრივია, ვინც ამ ტემპს ვერ დააკმაყოფილებს, მე ვფიქრობ, რომ ესეთი ხალხი სამსახურში ნამდვილად პირველი ტური ეს იყო ცივი შხაპი, ხო? თქვენი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოთქვა ჩვენთან სტუდიაში და მან თქვა, რომ ეს წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვლება. ბატონო მამუკა, ძალიან ბევრი დრო არ გვაქვს, ამიტომ ერთი კითხვა გვინდა აუცილებლად დაგისვათ. დღეს ევრონიუსმა გამოაქვეყნა კრის ჰარისის სტატია, რომელშიც მოყვანილია ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პროგნოზია უფრო სწორედ ასეთი, რომ ზურაბიშვილი სავარაუდოდ გაიმარჯვებს და ის იქნება ბევრად დამოუკიდებელი ფიგურა, ვიდრე გიორგი მარგველაშვილი. თქვენთვის პირადად, აი თქვენ როგორი წარმოგიდგენიათ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი? მე ქალბატონი სალომე გავიცანი რამდენიმე თვის წინ. და ჩემთვის იყო ძალიან დიდი აღმოჩენა, როდესაც მასთან ერთად გავიცანი მისი შვილები. და როდესაც მათთან მქონდა, ასე ვთქვათ, ქართულ ენაზე საუბარი და კონტაქტი. მისი შვილები, ხა რო შევხედოთ, ეს არის ფაქტიურად მეხუთე თაობა. იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილის წინაპრები 1921 წელს იძულებული იყვნენ საბჭოთა ოკუპაციის გამო წასულიყვნენ ემიგრაციაში. მე მიცხოვრია საზღვარგარეთ და კარგად ვიცი, მე ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და ემიგრანტების დარწმუნებული ვარ გვიყურებენ, მათ კარგად ესმით, რომ თუ რამდენად რთულია შენი ენა, შენი კულტურა და შენი ტრადიცია გადასცე შენ შვილს. არა თუ მეხუთე თაობაში, მეორე თაობის შემთხვევაშიც კი. ამიტომ ეს იყო ჩემთვის მართლა ძალიან ემოციური მომენტი, რომელიც კიდევ ერთხელ ხას უსვავს იმას თუ როგორი თვისებების მატარებელია ქალბატონი სალომე. და მართლა ჩემთვის სრულად გაუგეფარია, როდესაც ჩვენ იმის მტკიცება გვიწევს, რომ ასეთი ქალბატონი, ხო? რომელიც ხელმოწერაც ამავე დროს არის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტზე საქართველოს უახლეს ისტორიაში, მე თუ მკითხავთ, ეს იყო რუსული ბაზების გაყვანის თემა და მეორეს მხრივ და ადამიანი, რომელმაც
2008 წლის ომის შემდეგ თავის რუს კოლეგას იცით მიწერა რომ თუ იქნება შესაძლებელი რომ ქართული ანსამბლები ჩამოვიდნენ და მოსკოვში იცეკვონ. ერთს უწოდებთ, ესე იგი ერთს უწოდებენ მოღალატეს და მეორეს თურმე პატრიოტს. აი ეს გახლავთ სწორედ მიუღებელი და რა თქმა უნდა ესეც გახლავთ იმ პროპაგანდისტული მანქანის შედეგი, რომელზეც მე ვისაუბრე. რა თქმა უნდა, ვინც იცნობს ქალბატონ სალომეს, ყველა დამეთანხმება იმაში, რომ ის გახლავთ ძალიან პრინციპული ადამიანი და რა თქმა უნდა დამოუკიდებელი და მე ვფიქრობ, რომ ის შეძლებს საქართველოს ინტერესების დაცვას ყველა ფორმატში. ის გაიმარჯვებს ალბათ ხო თქვენი აზრით? რა თქმა უნდა, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ხვალ გაიმარჯვებს და ეს იქნება ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება. ბატონო მამუკა, ძალიან დიდი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.